ლუკა მაისურაძემ ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს медаლი მოიპოვა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურიც ასპარეზობდა, თუმცა ის მერვედფინალში დამარცხდა. ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე საქართველოს უკვე 3 ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული. ჩემპიონი ეთერ ლიბარტელიანი გახდა. სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიასთან 4-0 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მატჩის მეხუთე წუთზე მოედნიდან ფეხბურთელი გაუძევეს. შედეგად საქართველოს ნაკრებმა C ჯგუფში 3 ქულა მოაგროვა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლა ვერ შეძლო. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის იბერია შვედურ მალმიოს შეხვდება. 2025-2026 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისხრა UEFA-ს ოფისში დღეს გაიმართა. პირველი მატჩები 8 და 9 ივლისს შედგება. საპასუხო მატჩები კი 15 და 16 ივლისს გაიმართება. UFC-ს ქართველი მებრძოლების ილია და ალექსანდრე თოფურიების საფეხბურთო მატჩი მეგობრებთან ერთად. ვიდეოს ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და UFC-ში გასამართის სატიტულო ბრძოლის წინ დადებით განწყობას იქმნის. თოფურია 29 ივნისს UFC 317-ზე ჩარლზ ოლივერას დაუპირისპირდება. ბრძოლა ლას-ვეგასის დარბაზში გაიმართება.